სარწმუნო უფრო ალბათ ვარ. დედიკო სროცა ვეუბნები რომ ჭირს ტირილ სიწყებს და ჩუმდება. მე ღმერთს თხოვ ხოლმე რომ ალბათ ახარ ვიყო. დაავადება, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ 10 ბავშვია აღმოჩენილი, ჩვენს ქართულ გოგონას 8 წლის ნიტას დაუდგინდა. შიდა საძილე არტერიების უიშვიათესი დაავადების გამო ანგელოზივით ლამაზი და კეთილი ნიტას სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. კინკინგი, კოალინგი, სტენოზი, ვერაგი დაავადება უეცარ ინსულტს იწვევს და თან ისეც, რომ ბავშვის გადარჩენის 1%-იანი შანსიც კი არ არსებობს. 8 წლის ნიტასთვის ყოველი წუთი, ყოველი წამი შესაძლოა უკანასკნელი აღმოჩნდეს. შეხედეთ ბავშვის თვალებს, მათ შეასახულია არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სულის ტკივილი. რკინის გისოსებს მიღმა ლაღი და მხიარული ბავშვები არიან. ჭიშკრის გისოსების მეორე მხარეს კი ნიტაა, რომელიც გაუნცრებლად დგას და მხოლოდ ხმებს ისმენს, შრიამულის ხმებს, რომლებსაც მისი თანატოლები თამაშის დროს გამოსცემენ. ნიტას გარდა გმირი დედა კიდევ 6 მცირეწლოვან შვილს ზრდის სრულიად მარტო. აი ასე სახლის წინ ქუჩის სანაპიროზე ჩამოჩნდება ხოლმე ბავშვი და უნისამართოდ იყურება. უიმედო, მიტოვებული, მარტოსული. გონიერბავს მხოლოდ ერთი შეკითხვა უტრიალებს თავში. მალე მოვკვდები? ამ შეკითხვაზე კი ბავშვს ვერავინ სცემს პასუხს და იცით რატომ? წყელული უფულობის გამო. $10,000 საჭირო იმისთვის, რომ გოგონა